ღალატის ტესტი. თუ გაქვს საჭირო პარტნიორი არ არის შენი ერთგული და გინდა გამოსცადო, მე გაგიზიარებ მრავალგზის გამოსცილ ტექნიკას, რომელიც თითქმის ყოველ შემთხვევაში 100%-იან შედეგებს იძლევა სიზუსტის მიხედვით, რა თქმა უნდა, რა უნდა გააკეთო ამისათვის. უნდა აიღოს შენი კუთვნილი რაიმე ნივთი, რომელიც შენმა პარტნიორმა არ იცის, ჯერჯერობით არ უნახავს, ხო? ეს იქნება თმის სამაგრი, გლოსი ან თუნდაც საცვალი. ამ შემთხვევაში ოპტიმალური არის საცვალი, რა თქმა უნდა, რომელიც უნდა მოთავსდეს მისი მანქანის წინა ან უკანა სავარძელთან დაბლა, ასე ვთქვათ, ხალიჩებს რო ეძახით ხოლმე მაგ მონაკვეთში. და დაელოდე ახლა რა მოხდება შემდეგ, როდესაც განათავსებ აი ამ კომერდულ ნივთს, რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს შეუმჩნევლად, თუ შენ ვეღარასდროს ვეღარ გაიგებ ცხოვრებაში ამ ნივთის არსებობის შესახებ, ანუ არ გეტყვის ადამიანი, რომ იცი რა ჩემო კარგო, რაღაცა დაგრჩა მე მგონი ჩემს მანქანაში, ხო? ანუ ცნობილი რაღაც ნივთი დევს და შენ ხომ არ დადე ან რაღაც ასეთი თუ არასდროს არ ახსენებს ადამიანი ამ ყველაფერს, გილოცავთ, ესე იგი ურთიერთობაში 3 ან მეტნი ხართ, არ აქვს ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა, ხოლო თუ ადამიანმა გაგიმხილა ეს ყველაფერი გილოცავ ასევე ადამიანი ერთგულია, მაგრამ მამაკაცებო ყურადღებით, იმიტომ რომ შეიძლება თქვენი ნაცნობი 2 ან 3 ქალბატონიდან 3-ვემ გააკეთოს ასეთი რაღაცა, მაგრამ ერთმანეთში გადაიკვეთონ და თქვენზე მოვიდეს არასასურველი დარტყმები. კარგით, ახლა გავიაროთ მოკლედ ქაშლა და გავიგოთ რამდენად ერთგულია თქვენი პარტნიორი. რა თქმა უნდა, მამაკაცებს შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ქალბატონი, ქალბატონებს შეგიძლიათ ჩაიფიქროთ თქვენი, ასე ვთქვათ, პარტნიორი მამაკაცი. რა ხდება თქვენი პარტნიორის თავს? ფინანსურად საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია ადამიანი. და თითქოს მისი, ასე ვთქვათ, მუშაობის შედეგები ძალიან მალე გადმოვა რეალობაში, მისი სურვილები, მანიფესტები ძალიან მალე გახდება რეალური. ის, ასე ვთქვათ, თავგანწირვა, დანახარჯის შრომა, დაფასდება მისი მხრიდან, რაც ჩადებული აქვს, ეს მოხდება ბალანსის მდგომარეობის აღდგენით, ანუ ადამიანმა დაიმსახურა ეს ყველაფერი. რამდენად ერთგულია თქვენი პარტნიორი თქვენთვის, აი ამჟამად ამ რეალობიდან გამომდინარე, რამდენად ერთგულია ის? თითქოს აი ვერ ხდება გაცნობიერება იმ ყველაფრის, ვის რა როლი აქვს ვის რეალობაში ხო, რა როლით შედის ადამიანი, ამისი გააზრება ხდება უფრო ნაკლებად, შესაბამისად ის დაგეგმილი მოქმედებები, რაც ვთქვათ, თქვენი მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო, არ არის მოყვანილი სისრულეში, დეპრესია, აპათიის მოვლენები, აი რას ვეხებით აქეთ დეტალურად რომ მოვიღოთ, რამდენად ერთგულია ადამიანი, ხო? არც მიდის და არც თქვენთან არ არის ნორმალურად, ასე ვთქვათ, ბალანსის მდგომარეობაში. ბალანსის მდგომარეობა, რომელიც ვერ იქმნება ადამიანის მხრიდან. აქ პირდაპირ ჩანს უმოქმედობა, არასათანადო აქტიურობა, ხო, არ არის საკმარისი ეს აქტიურობა, რასაც პარტნიორი ახორციელებს, ასე ვთქვათ, თქვენი მიმართულებით. რამდენად ერთგულია ის? შეიძლება წარსულში გქონდეთ ცუდი გამოცდილება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ვიცი რა, რაღაცა უხვად იყო ისეთი მომენტები, რამაც დეპრესიაში შეგიყვანათ, ხო? თითქოს თქვენი საზღვრები არ იყო დაცული ძალიან კარგად და ვიღაცაებმა რაღაც ისეთები გაბედეს, რაც არ უნდა გაებედათ, ანუ შესაბამისად თქვენ საბოლოო ჯამში შეხვედით დეპრესიის მდგომარეობაში. რამდენად ერთგული არის ადამიანი? არ არის ერთგული ამ შემთხვევაში. და ნახეთ რატომ. მას აქვს რამოდენიმე ვარიანტი პარალელურ რეჟიმში და აი ამ რამოდენიმე ვარიანტიდან ძალიან აქტიურად ელოდება სათანადო ვარიანტის შერჩევას, ხო, რომელიც უფრო გამომადგება იმას შევარჩევ. ასევე შეყვარებულები რევერსში, ურთიერთობაც კი არ არის ჰარმონიულ ნოტაზე, აქ არის დისჰარმონია, ბალანსის დაკარგვა, ხო, რაღაცნაირად თითქოს ერთი მხარე ყოველთვის მართალია, მეორე არ არის მართალი, აი ესეთი მოცემულობებია. ზედმეტი ადამიანების ჩართულობა იკვეთება, აქ შეიძლება მხოლოდ საუბრის დონეზე იყოს, ან არა მხოლოდ და მხოლოდ საუბრის დონეზე, ხო? ადამიანს ასევე ეშინია მოქმედება თქვენი მიმართულებით შეიძლება დატოვა ურთიერთობაც კი, შესაბამისად აქ რაღა ერთგულებაზეა საუბარი, მაგრამ ვისაც აქტიურად გყავთ პარტნიორი, რამდენად ერთგული არის ის მინდა რომ გავიგოთ, თუმცა ძალიან ძნელია, ასე ვთქვათ, საჯარო გაშლაში ამისი გაშხერება, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, როგორც ვიცით, თუ გაქვთ რაიმე ეჭვები, შეგიძლიათ მომწეროთ პირადი დიაგნოსტიკისთვის. აქ ვიღაცებმა ახლიდან დაიწყეს ცხოვრება და პარტნიორისგან მოყენებული მენტალური ტრამვები, ტკივილი, ემოციური, ასე ვთქვათ, დისბალანსი, უკმაყოფილება, შეეცადეთ რომ თავიდან დაგეწყოთ. აქ წარსულში გაქვთ რამოდენიმე თქვენგანს ძალიან ცუდი ღალატის გამოცდილება, ხო?
შეიძლება ახლანდელ ურთიერთობაშიც რაღაცა გონების განათებასავით მოხდეს თქვენს რეალობაში, რომ ისევ ისეთი სიტუაციები გვატრიალდება, ხო კი შეიძლება ერთობა იყოს რაღაცნაირად, მაგრამ ეს ერთობა არ არის ისეთი, რომ აი ზურგს უკანაც მშვიდად ვიყოთ, რა ხო ხდებით, აი შეიძლება კონკრეტული ფინანსური ინტერესით მოძრაობდეთ, მაგრამ რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, აქ სიმშვიდის მდგომარეობა არ მოდის. რას ვეხებით აქ ძალიან საინტერესოა ურთიერთობები ისევ რომელიც ჰარმონიულ ნოტაზე მიმდინარეობს. ურთიერთობაში მარტო არ ახართ დიდი ალბათობით ვინც ამ გაშლას ხედავთ, კიდევ რას გულისხმობს ტყუილების სცენარები. რაღაც ერთი ადამიანის სპექტაკლი, როდესაც ადამიანს საკუთარი აზრები არ აძლევს მოსვენებას, აქ რა ხდება, ხო, როდესაც ადამიანი ნეგატიურად არის განწყობილი, ანალოგიურად მის გარშემოც ცდილობს ასეთი მოვლენები დაატრიალოს, ხო, ეს ბუნებრივად შეუქცევადი პროცესია, შემოკარგებო, აქ შეიძლება რაღაც კანონზომიერებაც არ იყოს, ეს თავისთავად ხდება. ძალიან მალე შეიძლება შეიტყოთ რაღაცა ამბავი, ეს არის უსწრაფესი ამბავი და დაგტოვოთ კონკრეტული მოცემულობა რა ხდება ამ შემთხვევაში. შეიძლება ჰარმონიული ურთიერთობა გადავიდეს, ასე ვთქვათ, შიხის შესulis მდგომარეობასთანაც კი მოხვიდეთ. დასტაზე მესიჯი სამიანების ხმლები ეს არის ხალატის მიმანიშნებელი შემოკარგება შეიძლება ძალიან მალე თუნდაც ამ პრაქტიკის გატესტვის შედეგად თქვენ გაიგოთ რომ ადამიანი არ ყოფილა თქვენი ერთგული და ის იმედები ასე ვთქვათ ის იმედები რაც თქვენი მხრიდან იყო ნახეთ ანუ განდეგილის ენერგიები თქვენ მოგიწევთ რომ გაეცალოთ აი ამ ტყუილებს სცენარებს იმიტომ რომ სამიანების ხმლების ენერგია არის უძლიერესი ამ შემთხვევაში და ფიზიკურად ეს ისეთ მენტალურ მდგომარეობაში ჩავეყენებთ რომ შეუძლებელი გახდება ამის ფონზე ადამიანთან კიდევ ურთიერთობის გაგრძელება ანუ შეუძლებელი გახდება რომ თქვენ ამ მიზნისკენ სწრაფო განაგრძობთ რასაც კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობის დასტაბილურება ქვია არ ვიცი ეს მესიჯი კონკრეტულად ვიღაცას უნდა მიიღო ეს არის ღალატი მესამე ადამიანები სასიყვარულო სამკუთხედები ან კიდევ უფრო მეტი მაგრამ უფრო სასიყვარულო სამკუთხედს ეხება აქ საქმე რომელიც უდიდეს ტკივილს აყენებს ადამიანთა მენტალს პირველ რიგში გაფრთხილდით გადაესწრეთ ეს პრაქტიკა შემდეგ დაბრუნდით კომენტარებში გამიზიარეთ ვისაც გჭირდებათ სასიყვარულო მაგია იმისთვის რომ ესეთ ადამიანებს ჭკუა ვასწავლოთ აუცილებლად მომწერეთ შემექმნით იმიტომ რომ ფასდაკლება სასიყვარულო მაგიაზე ანუ სამ შემადგენელ რიტუალზე მაქვს მხოლოდ ხოლმე იმიტომ რომ ფიზიკურად სამუშაო ძალიან ბევრია და მეც ვერ შევძლებდი რომ ერთბაშად ვიმეყო დროებით მომავალ ძალიან საინტერესო გაშლამდე